ახლა კი ჩვენი სტუმარია ადამიანი, რომელიც გადაცემაში სტუმრად დაუპატიჟეთ თუ არა 3 წუთში მოვიდა. თქვენ ჯანმრთელობაზე თქვენზე მეტად მზრუნველი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი გურამ აბდუშელიშვილი. გურამ, გამარჯობა. როგორ ხარ ჩემო გაბრძან? როგორ განდავით? გურამ, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. როგორია შენი სამუშაო გრაფიკი და როგორ უძლებ ასეთ ტემპებს? მივეჩვიეთ. ნელ-ნელა დიდი ხანია გვამუშაობ. ვარ ჩავთვლით იმას, რომ ვიხვეწებით არაკორექტულია, ხო, შოუ? კი ბატონო, ტუალეტის დროს, კვების დროს. კი ბატონო. 5 წუთში ვასწრებთ ამ საქმეს, იმიტომ რომ რა ვქნა, სხვა გზა არ გვაქვს. იქნება რაღაცა გაგიჭირდა უცებ უფრო მეტი მოგინა ადამიანს რა შვებით მასე. სხვა გზა არ გვაქვს. ნახევრად ჩახტილები დარვიხარ ფაკეთით. ძირთადად ხალხი ამის მიზეზი, იმიტომ რომ არ იციან რაზე გამოიძახონ. სწორად ვერ იძახებენ. ჩემო გურამ, სწორად გამოძახებაზე გამახსენდა. თქვენ ხართ ფაქტიურად უნიკალური ექიმები, ხო, იმიტომ რომ უნდა მიეხმაროთ კარდიოლოგიას უნდა გესმოდეთ, პედიატრობაც უნდა გესმოდეთ, უბრალო ანგინიდან დაწყებული ყველაფრის გაკეთება და შველა უნდა შეგეძლოთ. აი, ყველა მთავრობას რო ერგებიან ეგეთი ექიმები ვარ ჯერ. არა, მეგონი ყველაფერი რომ გამოგდით ხელიდან ისეთი ექიმები ხართ თქვენ. ვიცით როგორ არის, ჩვენთან არის ექიმები, რომ ანუ უფროსი ექიმები არიან ისეთები, რომლებიც უბრალოდ ყველა ექიმი ისეთია, რომელსაც აქვს გავლილი გადაუდებელი მედიცინა. ეს ზოგადად დახარისხება თქვა ამას, რომ კარდიოლოგია ჭირდება და ამას, რომ გინეკოლოგია ჭირდება თუ გასტროლოგია, ეს დახარისხებას აკეთებს ამას სასწრაფო ექიმი და აკეთებს პირველად დახმარებას. პირველად სასწრაფო გადაუდებელ დახმარებას. ზოგი აღიქვავს, ზოგი არა 80% მოსახლეობის ამას აღიქვავს სასწრაფო გადაუდებელს, რომ სასწრაფო რომ მოვა და წაგიყვანს კლინიკაში. გასაგებია. აი ტაქსის კარგად გამიგეთ, ტაქსის ვარიანტები ვარ ძალიან ხშირად. გურამ, ყინვები მოგვეძალა, ვატყობთ ჩვენ ყველა. ჯეჯირობით მადლობა ღმერთს, თოვლი არ არის, მაგრამ შესაძლოა მოიყინოს ქუჩები, ასფალტი. აი ასეთ დროს მატულობს ხოლმე საერთოდ მოტეხილობები, დაჟეჟილობები, ტრამვები, ასე თქვა და თქვენ თვითონ გიჭირთ ხო ხანახან მანქანავერადის მოყინულზე ხან თქვენ თვითონ ფეხით გიწევთ სიარული. ასეთ დროს რას ვახერხებთ? თაბაშირი თუ გვაქვს მომზადებული და ბევრი ბინტი. ძალიან ბევრი გვაქვს. ამისთვის ყოველთვის ვზად ვართ. ძალიან ბევრი შარშან იყო ესეთი შემთხვევები, რომ წაიქცა ექიმი, იქ მიყვა პატრული, მოიტეხა ერთმა ფეხი. სერიოზულად ვიზა. მოკლედ კაი დრო გიტარები. ექიმმა მოიტეხა ხელი, პატრულმა ფეხი და ასე შემდეგ რა, იყო თელი ამბავი იყო ციტყვი და ამისთვის ვართ მზადყოფნაში. ფაქტიურად ესე იგი მეორე სასწრაფო უკან უნდა მოყვებოდეთ თქვენ, რომ ამბებს თუ რამე დაემართა, მერე ესენი გვიშველიან და ასეა. ბენდელიანის ბრიგადასავით ფეხით მივდივართ. კი ბატონო. მოდი შევეხოთ ახლა ყველაზე მტკივნეულ პრობლემას, ყველაზე მტკივნეულს როგორ საცობების პრობლემა. ეს არასდროს არ გადაიჭრება, იმიტომ მე თვითონ პირადად ხშირად ვდგავარ სასოფში, მესმის სიგნალი, მინდა გავატარო, მაგრამ ვერ ვატარებ. აი ამ დროს რა უნდა ვქნათ? ვერ გეტყვით, ალბათ ყველაზე მეტად არის აქ მაინც შეგნება ადამიანის. იმ ყოველივე ბრძოლის. თვითონ ბრძოლის ესე ვიტყვი და ალბათ ის მარჯვენა რულიანები დაგვეხმარებიან ახლა რა. უფრო მეტი თვით შეგნება ამ ბრძოლის, მე ესე ვფიქრობ. ალბათ. რო გესმის ხმას, ის უნდა იცოდე ის. გაქვს ხო სარკე მაჩვენებელი. გადადი მარჯვენა მხარეს, აუცილებლად მოდის. ან წინიდან თუ არ მოდის, ხედავ, ხო? ესე იგი უკიდან მოდის და შესაბამისად უნდა მარჯვენა მხარე. გურამ, ყველაზე რთული შემთხვევა შენს პრაქტიკაში. ნუ იყო ესეთი შემთხვევა 21 წლის ბიჭი. ხო? შემოვარდნენ და გვითხრეს, ნუ ფაქტიურად გვამია უბრალოდ. მივედით ადგილზე და ძალიან მალევე მივედით, იმიტომ რომ სამსახურთან ახლოს იყო ძალიან. რა ჭირდა ამის? ნარკოტიკული კომა ესეთი. არ არის უცხო ჩვენთვის სამწუხაროდ. როგორც გაირკვა. იყო უკვე შავი ფერის რა. ანუ სისხლი აღარ მოძრაობს. ადვილი გასაგებია რაც ხდება ამ დროს. და რომ დავიწყეთ ჩვენ ჯერ ვენას ვეძებთ პირველ რიგში ამ დროს უკვე წნება რომ აღარ არის ეს ძნელია ხო ვენის აღება და ისედაც მომხმარებელზე ძნელი არის ვენის აღება. პოვნა ვენის. ხო და ორი ბიჭი ახლა თავისივე ასაკის დაახლოებით ესე 22-25 წლის ბიჭები და ნუ გაწვალებ თუ კარგი თუ არიაო და გაიხსნენ სიტუაციას გაერიდნენ. ნუ რატომღაც ამ დროს ზეძალა გეძლევა თუ რაღაცა და ნუ რომ ჩავდგით ეს კათეტერი და რომ გაუშვით ის რაც ჭირდებოდა ამ კაცს, აი იმ წუთშივე მოქმედებს, ძალიან მალევე მოქმედებს ეს სუნთქვის ცენტრი აღაგრძნებს და აი იმ წუთშივე ეს ღრმა დამოსუნთქო და პატრული ვიყურებს და კაშპიროვსკი ხარ ბიჭო რა გააკეთე გადავჭით საბედნიეროდ. ამის მერე მოძდებს ხოლმე მას დაპატიმრებები და რაღაცები რომ მიხდენ ნარკოტიკები. ამას უკვე მოკლევა. ეს უკვე ამის შემდეგ ის არის. ყველაზე მეტი გამოძახება რამდენი ქონია? მე პირადად
აი დღის მანძილზე. აი გრიპის რაღაცა ღორის ვირუსები თუ რაღაცა ვირუსები რო იყო, მაშინ 38-ზე რო გავდიოდი, გამიუქმდა და არის ერთი ექიმი, გვარს არ დავასახელებ, 42-ზე იყო. იცი რა, ამდენი ანგარიში მე მათემატიკურად მიჭირს და აი ვერ წარმომიდგენია 38 გამოძახება ფიზიკურად მეც მაშინ ვისწავლე მათემატიკა. ხო შეხოს თქვენ ასრებთ. დიახ, მოვასწარით. ეს იყო მხოლოდ ვირუსები, ზოგი გვეკითხებოდა ხო არაფერი მემუქრება, ზოგს არც სიცხე ჰქონდა და არც სურდო, უბრალოდ გამოძახება იყო, იმიტომ რომ ეს პანიკა იყო ხალხში. ყველაზე სასაცილო კურიოზული გამოძახებაზე გადავიდეთ მაშინ. არაკორექტულში? როგორშიც გინდათ. შემოვარდა, აი ძალიან ახლო პერიოდში იყო ეს. შემოვარდა კაცი, ანუ იმ საქმეზე ვიყავით, შესულების 5 წუთიანი დრო რო ვითხოვეთ. და შემოვარდა კაცი და არიქა, კაცი კვდება და თქვენ რას აკეთებთო? აქო თქვენ სად დადიხართო? არიქა, ჩქარა, კაცი გული და ზუსტად ჩვენი სამსახურის წინ არის მშენებარე корпуსი. და მიგვარბენინებს იქ. გავიქეთეთ ახლა გული, რა ვიცი ახლა. ცოტა კი ეტყობოდა რომ ნასვამი იყო ეს კაცი, მაგრამ ხო შეიძლება ნასვამიზე ახდეს თუდად. გავიქეთეთ, ავედით მეორე სართულზე და აი ძალიან ესეთი იყო რა, მშენებარე корпуსი წარმოვიდგინეთ, რაღაცა მიდგმული კარები რა, ესე ჩაშენებული და რაღაცა კი არა. დარაჯი იყო ეს ალბათ და ოდნავ შეღებული და ალიკა ყვის. და ახლა გული იყო გადმოცემული და პანიკით შემოვარდა. ალიკა ყვის, ეს ალიკას ხმა რო ვერ გავიგე, მე მეგონა უკვე всё დაიღუპა. შევიხედე არავინ არ არის. ეს შევარდა და ალიკა ეძახიზა ელაპარაკება რაღაც ეტუტუნება და რაღაცას კი მივხვდი, მაგრამ იქნება იყო მართლა ვიღაცა თქო და გვარი კითხე მეუთხარი ამ ალიკას მეთქი. საწოლთან დგას უკვე ეს კაცი. ხო და გვარი კითხე ბიჭო, ექიპს უთხარი, გვარი აინტერესებს, ექიპს ვეგაროჩევ და უჭირავს ეს ისა. ზეწარი. ექიპს უთხარი, კაროჩევ, გვარი აინტერესებს ბიჭო და ეს გვერდზე ვინ არის მეუთხარი? გვერდზე საწოლია კიდე. აქ ბიჭო 180 კილოვანი ქალი მყავსო, გადაბრუნება მიჭირს ბიჭო. ბელა ხوار ქვია მეუთხარი მაგარ. ბელაია, რაღა ალიკა ამოიჭია მაშინ მე ჩემი სეხნია რა. რა ვიცი, რა გითხრა ჩემი გორგო, უდიდესი მადლობა რომ მოხვედი, უდიდესი მადლობა რომ შენის თანახალხი არსებობს და მერწმუნე თქვენით გვიდგია სული. აი, ასეთია ჩვენი მხსნელი, ჩვენი ექიმი გურამ აბდუშელიშვილი. დიდი მადლობა უთხრათ მას. ნახვამდის. დიდი მადლობა. აგადანდება. ეს იყო არაკორექტული შოუ, მაგრამ თქვენ არ გადართოთ, რადგან წინგედით ყველაზე გემრიელი სერიალი მზარეულები, მე კი ხვალამდე გემშვიდობებით და გიტოვებ დღის ბრილიანტს. ნახვამდის. ელამი კაცია, რატო ჭირს ესეთი, აი რა გიჟია რა, გიჟია ხელისუფლების გიჟია.